მოდით მოკლედ გადავხედოთ, რა მოხდა დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში. ეს იყო უაღრესად დაძაბული მატჩი. პრინციპულ მეტოქეებს იბერია 1999-სა და გორის დილას შორის. თან ხომეცით დილასთვის ეს იყო შანსი რევანში აეღო ჩემპიონატში დამარცხებისთვის. მოკლედ თამაშის ბედი ჩემი აზრით სამმა მთავარმა მომენტმა გადაწყვიტა. პირველი, მოულოდნელი შედეგი და რევანში. ანუ ყველა ფიქრობდა, რომ იბერია უეჭველი ფავორიტი იყო, მაგრამ დილამ აიღო და 3-1 დაამარცხა. ამ მოგებით გორელებმა წარმოიდგინეთ 13 წელიანი პაუზის შემდეგ მოიპოვეს თასი და თან იდეალური რევანშიც გამოუვიდათ. მეორე, ეს უიღბლობის ფაქტორი. მატჩი იბერიასთვის ხომ კატასტროფულად დაიწყო. საკუთარ კარში 2 გოლი გაიტანეს, ჯერ მეორე წუთზე, მერე კი 48-ზე. ამ ორმა შეცდომამ ფაქტობრივად თამაშის ბედი თავიდანვე გადაწყვიტა და ბოლოს მესამე, გადამწყვეტი კონტრშეტევა. კი, 71 წუთზე გიორგი ჯგერენაიამ 1 გოლი გაქვითა და იბერიას თითქოს იმედი დაუბრუნდა. მაგრამ როცა თბილისელები უკვე მთელი ძალით უტავდნენ, დილამ იდეალური მომენტი გამოიყენა. 99 წუთზე წამოიწყეს კონტრშეტევა, რომელიც აბუბაქარ კონტემ ზუსტი დარტყმით დაასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. საბოლოოდ დილას ტაქტიკურმა დისციპლინამ და ცოტა იღბალმაც ზლია იბერიას დომინირებას და თასი გორში გაემგზავრა.